ჩემო ძვირფასო საბურთალოელებო, ჩემი კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის. მე გვპირდებით მხოლოდ იმას, რასაც უპირობოდ შევასრულებ. მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში, თქვენი პრობლემების და ინტერესების დამცველი სამინისტროებთან, მერიასთან, საკრებულოსთან. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ კავთისხევში. ჩემი გვარი აქედან არის წარმოშობით და ჩემს უკან თქვენ ხედავთ ჩემს საგვარეულო ეკლესიას, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება. და პირადად ჩემი წინაპრები იყვნენ სოფელ კავთისხევის დეკანოზები. ჩვენ ვიმყოფებით სოფელ კავთისხევის ცენტრში. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ 4 წლის განმავლობაში ვიყავი კასპის მაჟორიტარი დეპუტატი. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ბევრი სიკეთე გამეკეთებინა კასპის რაიონისათვის. მაგალითად, სოფელ კავთისხევში დღეს არის დაგებული გზა, არის გაზი, არის წყალი და პრაქტიკულად მოწყობილია სრულად ინფრასტრუქტურა. მე ძალიან გამიმართლა ბავშვობაში, როდესაც სწავლა დავიწყე პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, სადაც მივიღე საუკეთესო საშუალო განათლება, მასწავლდნენ ძალიან კარგი და საპატივცემულო მასწავლებელები, ჩემი პირველი მასწავლებელი მზია გვილავა, ნორა ტარიელაშვილი გეოგრაფიას, მანანა კობახიძე ისტორიას და სხვები. და მე მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის ასეთ ძვირფას ადგილას მრავალი წლის შემდგომ აშენდებოდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია, სადაც მე დღეს მისი მრევლი ვარ. ჩემო ძვირფასო საბურთალოელებო, ჩემი კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის. მე გვპირდებით მხოლოდ იმას, რასაც უპირობოდ შევასრულებ. მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში, თქვენი პრობლემების და ინტერესების დამცველი სამინისტროებთან, მერიასთან, საკრებულოსთან. მე და ჩვენ თავისუფალი დემოკრატების პროფესიონალთა გუნდი კიდევ უფრო გავაძლიერებთ საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და უფრო გამჭვირვალეს გავხდით ჩვენ ბიუჯეტს და მის ხარჯებს ყველა დონეზე. თქვენი მსახურეთ უკეთეს ჯანდაცვას, უკეთეს განათლებას, უკეთეს ეკონომიკას და უკეთეს ცხოვრებას. მამიეცით თავისუფალ დემოკრატებს და შემოხაზეთ 27.